მშვიდობა თქვენ და ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს გადაცემა საუბრები ჟურნალისტიკაზე. სიმართლის სიკეთით, სიმართლის მოყვარეობით, სიკეთითა და ნიჭიერებით გამორჩეულ პოეტსა და პუბლიცისტ საბავშვო ჟურნალისტიკის მოამაგეს უმშვენიერეს პიროვნებას ქალბატონ მარინა თექთუმანიძეს მასპინძლობს. მოგესალმებით ქალბატონო მარინა. მოგესალმებით. დიდი მადლობა გადაცემაში მოგზაურობისა და ძალიან საინტერესო გადაცემის პერსპექტივისთვის. შევეცადოთ. თქვენს პოეზიასა და მის განსაკუთრებულობაზე პროფესიონალები, მწერლები, პოეტები, კრიტიკოსები კარგახანია შეთანხმდნენ ერთი აზრის და ძალიან მაღალი აზრის არიან. ცოტა ბჭყალებში ვიტყვის, ხის საქმეში ჩარევა არ მიყვარს, მე ჩემი ნიშა მაქვს, მაინც მედიალოგიაში მაქვს პატარა პრეტენზია არა, რაღაც მეთქმის. ამიტომ სულ ვცდილობ, რომ აი ჩემი გადაცემის ფორმატში დავრჩე მეტნაკლებად და ამჯერად ძალიან გამიევლეთ მე თქვენეს ამოცანა, იმიტომ რომ ასეთი პოეტური პუბლიცისტიკა რა თქმა უნდა საუკეთესო გაგებით თუ პუბლიცისტური და ამასთან მაღალი პოეზია იშვიათად წამიკითხავს. აი ეს განსაკუთრებულად მომწონდა ყოველთვის თქვენს პოეზიაში ესეთი შეთავსება. აი სამისო სიგელგუჯარიც ყოველ ნაბიჯზეა თქვენს ჯერჯერობით 8 კრებულში ლექსებისა. თუნდაც ახალი ქართველის დარბაზობა. წავეკითხავ თქვენი ნებართვით. ბრწყინავს დარბაზი ირიბის ხივი ჩამოატყდა მდიდრულს სასანთლეს და ბრილიანტის ფარღულებში დაისავანა. ბრწყინავს დარბაზი და ერთმანეთს ეჯიბრება ლალი, ალმასი, ამეთვისტო, მწვანე ზურმუხტი, პიერ კარდენის, კოკო შანელის, ჯანი ვერსაჩეს ფარჩა ატლასი. ჭექავს დარბაზი, როკის ხმაზე როკვენ ბრწყინავი ქალბატონები. ამ ფერწერულ ტილოსა თუ პოეზიით განათებულ, გაცოცხლებულ მეტყველ კადრებში ისე უეცრად შემოეჭრება ინტრიგა ეს ჟურნალისტიკის საკუთრება, პუბლიცისტიკის გონს მოსვლას ვერ ასწრებ და უმთავრესისკენ მიგაქანებს ფერებისა თუ ბგერების ძლიერი ნაკადი. ჭექავს დარბაზი, როკის ხმაზე როკვენ ბრწყინვალე ქალბატონები, მათი ქმრები, საყვარლები და მეგობრები ბორგავს დარბაზი და უეცრად ფანჯრებს აწყდება სამშობლოს ჩრდილი, ხელგაწვდილი, მშიერი ბავშვის სუსტი სხეული და ჯოჯოხეთურ სილამაზით ბრწყინავს დარბაზი. ორ ტალებში ჩატეული უკიდეგანოთ მტკივნეული მძიმე პრობლემით სახეზეა პუბლიცისტური პოეზია თუ პოეტური პუბლიცისტიკა. ფანჯრებს აწყდება სამშობლოს ჩრდილი, ხელგაწვდილი, მშიერი ბავშვის სუსტი სხეული. ისეთია კონტრასტი, რომ მართლა რაღაც მძიმე ბურთი მოგაწვება ადამიანს და იქვე ორაზროვანი ქვეტექსტურად ბევრის დამტევი, დიდი ტკივილის დამტევი, ეფექტური დანასკვი, გროტესკული ქვეტექსტით, ჯოჯოხეთურ სილამაზით ბრწყინავს დარბაზი. ან კიდევ არავის და არაფრის მსგავსი საოცარი ლექსი ნუღარ მომიკვდები დედა, რომელსაც უცრემლოდ ნამდვილად ვერ წაიკითხავ თუ გული გაქვს. როცა დედის მორიგ მეგობარს კარგავთ, ყველას გვიგრძნია და გქონია განცდა, რომ კიდევ ერთი ძაფი გაწყდა მშობელთან კავშირისა. სწორედ ეს მსუსხავი ემოცია ალექსის ღერძი და ამ განცდის სრულიად არაორდინალური, ორიგინალური გააზრება კი ისაა, რომ ყოველი მათგანის წასვლა დედის კიდევ ერთხელ დაკარგვის ტოლფასია და იქვე კულმინაცია. ნუღარ მომიკვდები დედა. ანალოგიურად ლექსი რომანი, პირადად ჩემთვის ლექსი რომანი ეთიოსური. ყოვლის წამლეკავის სიყვარულით, როგორც თავად ზუსტად და მოხდენილად ბრძანეთ, სიძულვილით სიძულვილის დამარცხება, ანუ სიძულვილზე სიყვარულით ამაღლება, რაც ასე გვჭირდება თითოეულ ჩვენგანს და მთელ ჩვენს პატარა ერს. დღეს ალბათ განსაკუთრებით. ასევე როგორ გამიბედე ენის შებრუნება, მოჩანს დაღმართი და სხვა და ბოლოს რად მივათრევ ყოველდღიურად შინისკენ ტკივილის იმ ტვირთს, რომელმაც უკვე წელში მომხარა.
ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, რაც მტკივა იმაზე ვწერო. ასე დამდრევად. რაც მაწუხებს იმას ზარალად. ახლა თქვენ ახალი ქართველის დარბაზობა ეს საკმაოდ დიდი ხნის ლექსია და საოცარი რა არის იცით რომ ლექსოდორეული ასეთი შვილობილი მყავს ჩვენი გაზეთ ნერგის გაზდილი და ლექსო მითხა ქართულ მარინა იცით რომ გალაქტიონს აქვს გავსი ლექსი ბავშვები კაფეში ჩემ დასამარცხენოდ უნდა ვთქვა რომ მე არ მქონდა ეს ლექსი წაკითხული და გავგიშდი კი ნახამ რომ წავიკითხე თემატიკა ისე ერთნაირი არის და ხო აი ეს ტკივილი რაც გალაქტიონს დააწერინა იმ პერიოდმა და აი ანალოგიური რაღაცა ხა ეს 2000-იან წლებშია დაწერილი ეს ლექსი მე მახსოვს როგორ დაიწერა და რატომ დაიწერა ეს საშინელი სიღადაკე შიმშილი ქვეყანაში აი ყველაფერი უბედურება და ამას ვიგებ რომ ჩემი ახლობელი ერთი და მისი ქმარი მიდიან ჯვრის დასაწერად იერუსალიმში და იქ უნდა დაიწერონ და ისე შემსარა მე ამ ამბავმა სიმართლე გითხრათ იცით რომ ამდენი გაჭირვებულია შესგვერდით არა საკუთარ თავს ალბათ ზედმეტი ფუფუნების უფლება არ უნდა მეანიჭო და მე ლევან გოთუა მახსოვს შინაგანად უნდა კონდეს ყოველთვის ასე დროს რომ თუ შენ სამშობლოზე უკეთ ცხოვრობ ვერ ხარ უანგარო ეს ცნობილია ხო აი და აი ასე დაიწერა ეს ისე შემზარა ამბავმა რომ უწუჩ დაწერილი ლექსი კი მე ხა მახსენდება ადრე ერთ-ერთ გამოკვლევაში გამოვიყენე ქალბატონი დედო ჭიჭინაძე ხო ცნობილი იყო ქვემოქმედებით და კეთილშობილებით და ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი რამ პატარა ბიჭუნა შეხვედრია მათხოვრობდა ქუჩაში და ლეკვი ყავდა გულზე მიხუტებული და ჩემს პაპას ვუყოფო თურმე თავშესაფრიდან არის ეს ბავშვი და ძალიან ხო მართლაც ეხლას მიჭირს თავი შეკავება და აი სასტუმრო ევროპა რო იყო რესტორანი ევროპა კი გაჩახჩახებული იყო და აი კონტრასტი ასეთი პარადოქსები და ასეთი კონტრასტები რეალობაში ისეთ რაღაცას წავაწყდები და ამიტომ არის სწორედ რომ აი ეს დიდი ტკივილი აი ესე კარგად მოტანილი და ვიღაცას ხო შეძრავს იმათგანაც ალბათ ვინც შეიძლება არც უფიქრდება არ უკირდება იმას რომ მართლაც ახლა თუ შენს გვერდით ბავშვი შიმშილობს შენ იქ რაღაცების უფლება არ უნდა მისცეს შენს თავს იცით რა დიანა აი წერან სანამ ჩვენ აქ შემოვიდოდით სტუდიაში იქ ვთქვით რომ რა თქმა უნდა საკუთარი ოჯახი არის ისა და ხანდახან ჩემს მეგობრებს საუბრობდი ზუსტად ამ თემაზე რომ მე მეთქი ალბათ არ ვიყავი კარგი დედა თქო იმიტომ რომ შვილი რო პატარა მყავდა და უყვარდა მას ძალიან ტკბილეული ხო მე მას არავდი ამ ტკბილეულს აი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით იმიტომ რომ სხვა ბავშვებისთვის გამენაწილებინა და მიიმეცა მისთვის ვისაც არ ქონდა ის ტკბილეული და უკვირდა ხოლმე ჩემშვილს რომ ცოტა ბევრი იყო და ცოტა და რა თქმა უნდა არ ვეუბნებოდი რომ მოუპარე ხო და რა ვიცი აი ჩვენ სხვა რამეზე ქონდა გართულება ხა ჯამას არასდროს არ უყვარდა და მაგ მხრივ პირიქით თვითონ ოღონდ თვითონ არა მაგრამ აი მისი საყვარელი წიგნი რაღაცა ჩასაცმელი და ეხოთ მისაყვედურებს ხოლმე რაც ყველაზე ძალიან მომწონდა ვაიღებდი და აჩუქებდი ხო მაგრამ სხვა გეყიდაო და ერთი და ყოველთვის არ იყო ის საშუალება მე კიდე მე ციტაი დედას გამქონდა ჩაგონებული შენ რო არ მოგწონს ის კი არ უნდა გააჩუქო შენ რო ძალიან ის აღარ არის არანაირი მადლი იმას ხო აღარ აქვს გადასაგდები რაც არის არა ღოსოკმა იცის თვითონ არ მოეწონება და ხო და რაღაც შინაგანი კომპლექსი მაქვს რომ ასე არასოდეს არ გამომივიდეს სწორედ და თან სულ ვფიქრობ რომ ახლა ეს შვილია და მე არ მიჭირს ისეთ ამას კიდე უყიდე კიდე რაღაცას ვიზავ ამ და ნუ ჭვიანი გოგოა და ხარ არის ისე ცუდ მდგომარეობაში რომ და იმას კიდე ძალიან გააბედნია ეს ელემენტარი ისე ვისი თვითონ უარესია ჩემზე ხო აი რო გაიზრდება მე აღზრდელობითიც არის იცით ეს და ნუ ახლა შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს ამაზე ასე რომ და რა შეეხება ლექსი ხა ნუ არ მომიკვდები დედა მე მინდა გითხრათ რომ ეს არის ერთადერთი ლექსი რომელსაც მე ხმამაღლა ვერ ვკითხულობ
სულ მეტირება და გამიჭირდა და თვითონ სტირილი მივარდება და ვერასდროს ვფიქრობდი რომ ოცნებები არ წამომივიდეს ვერასდროს ძიმედ გამიცადე მეც და უცებ წავიდა და პარალელურად თქვენი სულ სხვა ასპარეზი გაზეთი ნერგები ჩვენს ბავშვობაში ნორჩილენელი ერქვა და მაინც ბრჭყალებში ცხადე რას ქვია მაინც ეს იყო მართლა ჩვენი ასპარეზი და იქ დავფრთიანდი და ძალიან გვიყვარდა სახელს რა მნიშვნელობა აქვს ესეთი რეჟიმი უსაყვარლესი გაზეთი იყო და ნერგებიც ხომ მახსოვს ჩემ გარშემო პატარები როგორ ელოდნენ დიანა უხდი და რა თქმა უნდა ხარც მაგრამ ძალიან ეროვნული გაზეთი იყო ამავე დროს აი რაღაცა აი არც მახსოვს იქ რაღაც ერთხელ მახსოვს რედაქტორმა გამიშვა მაშინ ახალი მისული ვიყავი 75 სკოლა იყო თუ არ ვცდები ავლაბარში ნუ ნიშნობა არ აქვს ხა ნომერს და უნდა ინტერნაციონალური მეგობრობის კლუბზე უნდა გამეკეთებინა წერილი და კამბოჯელებს ქონიათ ასეთი სიმღერა თავისუფალი სამშობლო ან სიკვდილი მე ავიტანე ეს ხო საათაურში ავიტანე ეს თავისუფალი სამშობლო ან სიკვდილი და გული მისკდებოდა ხო გახსოვთ მაშინ თავლითი იყო და ვიფიქრე შეება ამის გულის და გაეპარა თავლითს და ისეთი ბედნიერი ვიყავი ხო შეიძლება ნახა კიდეც და თვალი შეიძლება დახოჭა იქაც იყვნენ პატრიოტები ჩვენ გქონდა სწავლობაშთა დარბაზი საქართველოს ისტორიაზე ჟამთაბერის დარბაზი აი ისეთი საინტერესო ცხოვრება ქონდა რედაქციაში რომ მეტი არ შეიძლება იცი მახსოვს ეს ყველაფერი და თქვენ წარმოიდგინეთ შეება ერთმა რესპონდენტმა ძალიან საყვარელმა გოგონამ შეება ყოფილმა სტუდენტმა ისეთ ფილად გაიხსენა თქვენ მის სკოლაში ხო სკოლის ნომერი არ მახსოვს გაშლილი გვერდების იყო როგორ სახელოვნებო სკოლა სადაც განსაკუთრებული უნარი დაჭირდა და მთელი გაშლილი გვერდი მოგვიწყნა ჩვენი წერილებიც ნათია ჩუბინიძე კი ესე იგი ჟურნალი გადაწყვეტილება მისი პროფესიის არჩევანი დიდწილად ამან განაპირობა ხა კი წერდიო მაგრამ ძალიან მიყვარს ის ბავშვები აი ძალიან და დღემდე მომყვებიან სხვათა შორის არა ვიწყდებათ ბავშვებს ასეთი დღემდე მომყვებიან აი იქ დაწყებული მათ ბავშვობაში დაწყებული ჩვენი ურთიერთობა დღესაც გრძელდება და მეცაც გეტყვით აგერ ამ წიგნის და წინა წიგნის რედაქტორი ზუსტად რედაქციაში ის ბავშვი არის ნანა აკობიძე ვინც ნანა ჩემი სტუდენტი იყო სხვათა შორის ნანა 90-იანების 90-იანების თაობა 90-იანების თაობა ჩემი რედაქტორი იყო დღესაც რომ აი ჩვენი მეგობრობა აფხაზეთში დარბოდა კი არა ჩვენ უნიჭერის გოგოა ყველანაირად როგორც ჟურნალისტი როგორც პოეტი ძალიან კარგი ასეთი ბევრი კი ბატონო აი ორმხრივია ეს თქვენი მე კარგი ხო ისეა რომ ახალგაზრდებთან გვაქვს შეხება ორივეს ასე რომ ბევრს უთქვამს რომ მართლაც ის იყო ოჯახი შემოქმედებითი უნარი დაჭირდა არა მხოლოდ იქ არავის არ უზღუდავდნენ ხომ კითხველის როლში მაინც და უნდა კონდეს სულიერი საზრდო რაჩენა ჩაბრაძე დღეს პარიზში მოღვაწეობს და შაშან თავის სულშვილით იყო ჩამოსული და მისი შვილები როგორ მეკროდნენ ერთი აქედან მეორე იქიდან კოცნიდნენ მეფერებოდნენ და თითქოს გძნობდნენ მე მათი მამა როგორ ძალიან მიყვარს აი ამ ხო რაღაცა საოცარი რაღაცა იმიტომ რომ იცით თქვენი გაზრდილი როა თქვენი სულის ნაწილი რო წაიღო ის ხომის პიროვნებაში არ დაკარგულა და ეს გადადის მერე შვილებზეც ეს მადლი ასე რომ ნერგები გასულ წელს 100 წლის გახდებოდა მიარსება თუ ძალიან დიდი კი არა დიდი გულის ტკივილია არა მხოლოდ თქვენი მისი მოამაგე ადამიანისა ზოგადად საზოგადოების შეგნებული ნაწილისა ხომ რომ ამხელა რაღაც დააკლდათ ბავშვებს მოშდილებს რატომ ხდება რომ თუნდაც იურიდიულად ხო ვარ თავისუფალი და დემოკრატიის გზაზე შემდგარი საქართველოს ჩვენი ქვეყანა ერთმანეთის მიყოლები დაასრულა არსებობა იმავე საზოგადოებისთვის უსაყვარლესმა გამოცემებმა იგივე ნერგებმა აღკომმა თბილისმა დედაქალაქის გაზეთმა მიყოლები დაიხურა დრონი კავკასიონის საუკეთესო გამოცემები არაჩვეულებრივი ჩვენი მწერლობა როსტომ ჩხეიძისა სულ ზღაფავს 100 წლის გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა და რაზეა ლაპარაკის
ლიტერატურული საქართველო ყავს გადასარჩენი. აი ეს არ ვიცი, ჩემთვის ისეთი პარადოქსია, ისეთი მძიმეა. ნუ თუ საბაზრო ეკონომიკის დაუნდობელი კანონები ასეთი წამლეკავია ყოვლის, რაც კარგი გვაქვს და ამას წინათ ვამბობდით მეტად ჩემი ერთი რესპონდენტი თითქოს ნაღები მოხადეს ქართულ მედიას. აი რაღაცა და თუ არ არსებობს გონივრული გამოსავალი ბოლოს და ბოლოს ეს ეკონომიკის კანონებსაც ხო ადამიანები ადგენენ, ადამიანები მართავენ ხომ თქვენ ჟურნალისტთა ფედერაციის ხელმძღვანელი ბრძანდებოდით და უთუოდ შეგეხოთ ეს ყველანაირად და ბევრი ნაფიქრიც და ჩემზე კარგი და დიდი ინფორმაციაც გექნებათ ამის შესახებ რა ხდება და სად არის გამოსავალი თუ არის გამოსავალი აი შვეიცარიის მაგალითი მინდა მოვიყვანო ბეჭდვითი ორგანოები რაც იბეჭდება გაზეთების სახელმწიფო იძენს ამას და მოსახლეობას უფასოდ აძლევს უფასოდ გადაეცემა მოსახლეობას აი იმ გაჭირვების წლებში მე მახსოვს ჩემს გაზეთზე ველაპარაკე ბავშვები კუპონებს აგროვებდნენ და გვიგზავნიდნენ რომ გაზეთი არ დახურულიყო აი ეს იყო ისეთი ამაღლებებელი ვტიროდით მე და ჩემი თანამშრომლები რომ ბავშვები თვითონ იკლებდნენ რაღაცა კაპიკებს როგორ ჭირდა და მე ხა 2007-ში კიდევ ეს რაღაცა დარბევა რომ მოხდა სამშობლოსი და ეს ოთახის შეტეხვა და საშინელება რო ხდებოდა გული გამისკდა რომ მივედი ყველაფერი ძირს გადმოყრილი და აი ეს დღეში დაგვაწლევინეს იმიტომ რომ ხვალიდან თქვენ აქედან ვერაფერს ვერ გაიტან და იმდენად მეშინოდა რომ არ დაკარგულიყო და უშუალოდ ის გაზეთების კომპიუტერი და თქონდა შენახული ხო აი ეს არქივები ისა რომ იმ დღესვე ან წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც კი დაგვიკარგეს იმდენად ბარბაროსული მეთოდებით შემოიჭნენ და ხო და აი ამან გამოიწვია ძირითადად რომ ძალიან ბევრი გაზეთი დაიხურა იმიტომ რომ არ ქონდა ჩვენ ქირის გადახდის ყოველთვის ძალიან ძვირი და რომ ისი გვეკიდავებინა და არანაირი დახმარება არანაირი აი თუნდაც საბავშვო გაზეთს როგორ არ უნდა ქონდეს ხო სახელმწიფოდან რაღაცა დახმარება და არასოდეს არ ქონდა თავის დროს და ხო შესაძლოა მერეც აი მე მახსოვს კუჩა კვარაცხელი იყო მინისტრი განათლების და იმ პერიოდში ძალიან გვეხმარებოდა ქალბატონი კუჩა ხო რომ აი გაზეთს არსებობა არ შეეძლო მე აღარ მინდა მინისტრების ჩამოთვლა მე მათი ნახვაც კი ოცნება გახდა იმიტომ რომ არ გიკარებდნენ სიახლოვეს და სამწუხაროდ იგივე ბედი გაიზიარა ჩვენი გაზეთის ბედი გაიზიარა ესა და საქართველოს რესპუბლიკა მე არ ვიცი როგორ ახერხებს ძალიან დიდი გაჭირვება გამოდიან შევიძინოთ გამოვიწეროთ მაგრამ ზღვაში წვეთია ვერ არსებობს ამეთი გაძვირდა ყველაფერი გაღალდი გამოძება ფაქტობრივად უხელფასოთ მუშაობენ მე იცით რა ინტერნეტმა ჩაანაცვლა შეხვალ დღეს ინტერნეტში ყველანაირი ინფორმაციას მოიწიებ ხო დღევანდელსაც გუშინდელსაც ყველა გამოცემას აქვს ინტერნეტული ვერსია, მაგრამ ხომ არ უნდა გაქრეს ბეჭდური მედია. არ უნდა გაქრეს, რა თქმა უნდა. თავისი ადგილი აქვს. აი ბაზარი უნდა იცოდე ძალიან კარგად. დღეს რა მოთხოვნილებაა ბაზარზე? აი ის გაზეთი, ისეთი გაზეთი უნდა შექმნა და იმიტომ რომ არიან გაზეთები, რომლებიც არსებობენ და ხოლმე ეცებდნენ, იმიტომ რომ იციან კითხვის მოთხოვნილება თორე. ხშირად ხარისხის ხარჯზე არ დავასახელებ ერთ-ერთ რედაქტორს კი ეს უთხარი მე არ მჯერა რომ შენ უკეთესი გემოვნება არა გაქვს მე ვიცი რომ შენ ნიჭიერი უზომოდ დაკითხე და მე არ შეიძლება მოგწონდეს ეს რასაც უშვებ მაგრამ დღეს ითხოვს ბაზარი ამასთან ანიცის ბაზარია ბაზრის მოთხოვნებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სახელმწიფო უნდა დააფინანსოს ისე როგორც აი სწორედ მე ხშირად ვიტყვას რომ სტუდენტისგან ბევრს სწავლობთ მეთქი და ასეც არის და მით უმეტეს რესპონდენტებისგან გიგლა იყო გოლბეჩი არის წინათ და როგორც პარტიებს აფინანსებსო ბიუჯეტიდან ისე უნდა დაფინანსოს არ უნდა იყოს ჟურნალისტი ვიღაცის ხელის შემყურე და სწორედ აღარ იქნება აღარ დაქირავებული და აღარ სწორედ ბაზრის კანონებზე დამოკიდებული მე ვფიქრობ ეს ერთ-ერთი კარგი გამოსავალია რომ ბიუჯეტიდან თანაბრად ფინანსდებოდეს და მე იქ უკვე როგორ გამოიყენებს მე ვფიქრობ ეს არის მაინც გამოსავალი თუ კი განხორციელდება ხა მე და თქვენ ამას გავიცი მაგას ჩვენ ვერ
ფაქტობრივად ჩვენ ესეთი საკითხიც კი შემოვიღეთ ლექციებში ბეჭდური მედია გზაჯვარედინზე ანუ ან გადარჩება ან არა იმიტომ რომ ფაქტობრივად ამ ფაქტის წინაშე ვართ იმიტომ რომ ეხლა ასე გაყვითლებული და მართლა მდარე გემოვნებიანი ვის ჭირდება ხა მე თქვენ ვერ წავიკითხავთ მაგას რაც არ უნდა შეგტყიოდეს გული ბეჭდურ მედიაზე იმთხელა დეფიციტია დროის რომ რაც არ მომწონს და არაფერს არ მაძლევს იმას რაც ამაკითხებს ხო შეიძლება შევიძინო დავეხმარო და დავდო რაღაცა გასახვევი ქაღალდი ეს ხო არ არის გამოსავალი ჩვენ გვინდა სწორედაც აი რაღაცა ინტელექტ შემატოს იმ გაზეთმა და ამიტომ მე ვფიქრობ რაღაცა დოზით მაინც შესაძლებლობის ფარგლებში უნდა ბეჭდური მედია დაფინანსდეს. ამაზე იყო თავიდანვე ლაპარაკი, მაგრამ მე რატომღაც ესე გადაწყვიტეს და მე ვფიქრობ თვით დაფინანსები თუ ვიღაც მაინც არ ყავს, ვერც ის ყვითელი ვერ იარსებებს დღეს. ხა რომ ისე თუ ასე ვიცი მათემატიკა მეტნაკლებად და არ ეყოფა, არანაირად არ ეყოფა იმ ხარჯებს, რაც დღეს ჭირდება ჟურნალის გამოცემას. ეხლა სასწავლო გაზეთის ჟურნალი გამოგვიცია და ვიცით რა ჭდება, ხო? კი იმის გაყიდვის უფლება ჩვენ არ გვაქვს, ის უფასოდ რიგდება და აფინანსებს რექტორატი და განათლების სამინისტრო, მაგრამ რომ ვანგარიშობ, ვერც ერთი ჟურნალი და გაზეთი თვით დაფინანსებით, რაც არ უნდა ყველა ცალი და ეგზემპლარი გაიყიდოს, ის შემოსავალი არ ეყოფა მის ხარისხიანად გამოცემას, მაღალი დონის ჟურნალისტის ანაზღაურებას და ასე შემდეგ ხარჯებს. ასე რომ ეს თავის მოტყუება, აი ყოველთვის არის რაღაც შავი ეკონომიკა, როცა ამაში მათ ვარ დარწმუნებული შორს წაგვიყვანს ეს თემა, მაგრამ ფაქტია რომ არსებობს ეს პრობლემა. და აი ახლა სოციალური ქსელები ვახსენეთ. ერთმა ძალიან საინტერესო რესპონდენტმა თქვა, რომ ეს უკვე ბოთლიდან ამოსული ჯინია, რომელიც უკან აღარ ჩაბრუნდებაო და კაცმა რო თქვას, ახლა არც არის ამის ჩაბრუნება ალბათ სასრული, იმიტომ რომ ვინ როგორ იყენებს და ვინ როგორ ხო მართალია იმას დადებითი რო არ კონდეს და სასარგებლოც რომ აი ორლესული არ ახსვადარებ მე მედიასაც კი აი დანახ ქირურგის ხელში სიცოცხლის გადარჩენი იარაღია და მკვლელის ხელში მე და თქვენს წერს ხო ანალოგიურად სოციალური ქსელებიც იქ არ ვიცი უკიდეგანო სივრცეა ინფორმაციის გააჩნია ვინ და როგორ რისთვის იყენებს თქვენთვის რა სივრცეა ეს ისტორიკული კითხვა ხო ჯერ ესეთი ადამიანების გაცნობის საშუალებაა ჩემთვის და მე სულ ვამბობ ხოლმე საკუთარი თავის ილუსტრაცია რო ხდება ამ სოციალურ ქსელში ეგრეთ წოდებულ Facebook-ში ამ შემთხვევაში ხო ასე არსად არ ხდება ისე კარგად გავიცანი ადამიანები ხო რა თქმა უნდა ვერ მალავენ აი რა საოცარია თითქოს ასე იცნობ ადამიანს რაღაცა ურთიერთობები გაქვს და ბოლომდე ვერ წდები როგორია და ისე ჩანს აი ის უფრო წარმოჭირდება ხო თავისი ავით და კარგით მე არ მინდა რომ ინტერნეტის გადაიჭერე ავით და კარგით და ხო არიან მკვეთრად უარყოფითი ადამიანები ასეთებიც არიან მკვეთრად დადებითებიც მაგრამ სიმართლე გითხრათ დიანა მე ძალიან ხშირად მინდა ხოლმე გაქცევა ამ სივრციდან აი ახლა ამ შემიძლია ამდენი დაპირისპირების ამდენი ერთმანეთის ლანძღვის ამდენი დამუნათების ამდენი ჭკუის რიგების ამდენი გაუნათლებელი და უგუნურის ძახილის ერთმანეთს ადამიანები აყენებენ შეურაცხყოფას საშინელს შეურაცხყოფას და ისე მტრგუნავს ეს მე საშილად როგორც ერთ ადამიანს ხო უბრალოდ აი მინდოდა კიდეც ჩახურვა ვერაფრით პაროლი ვერ გავეხსენე რა არის ჩემი პაროლი რომ ჩამეხურა რომ ვერ გამეცლა პრობლემები არ შემექმნას თქო და ის თქო და აი ამიტომ თრობით თუმცა კი არის შენი შემოქმედების სხვებისთვის გაცნობის საშუალება და პლუსებით და მინუსებით არის სოციალური იცით სივრცეს გააჩნია ის ამრავალფეროვანი ისე როგორც საზოგადოება ჭრელია ეს სოციალური ქსელიც ასევე და მის უცდილობ რომ იმუსე ამოვნოს უბრალოდ აღარ კითხულობ აღარ განმიხილავ პირველი რომ მეგობრობის მოთხოვნას ვიღაც მიგზავნის ხარ ვიცნობს ხადი არ ვიცი მივდივარ და მის ტექსტებს კითხულობ აბა რა სულიერია და მე ვცდილობ რომ ჩემს მონათესავე სულებში ვიტრიალო და ძალიან დიდ სიახლე
გითხრათ სიმართლე, აი ეს ერთი კვირა, ვემზადები ცხადია, ხა კი როგორ არ ვიცი, მაგრამ თექთმანიძე მისი პოეზიაც ყველაფერი, მაგრამ როცა ჩემთან სტუმრად მოდის, მე სხვაგვარად ვცდილობ გარკვევას, ხო? აი ვიცხოვრე ამითი და ნეტარებდი, იყო ჩემთვის ძალიან ასევე მყავს მხატვრებთან, აი ჩემთვის სასიამოვნო და საინტერესო პიროა და ამდენად უზარმაზარი სივრცე ხარ, აფერს ვამბობ იმაზე, რომ სოფლო ლიტერატურა ხელოვნება გადაშლილია შენს და რაღაცა ჩვენ საჯარო ბიბლიოთეკაში და მოსკოვიდან ვიწერდი და იქიდან წიგნები. აკეთებ გამზადებული დევს, ყველაფერზე ხელი გინდა ბროდვეიზე ისე ერნებ გინდა კაპიტალებში შეხო. ეს რა თქმა უნდა ეს უზარმაზარი 21 საუკუნის საჩუქარია, მაგრამ ნუ ვინ რისთვის იყენებს და ვინ რისთვის ასე რომ ხო იცი რაღაცა დათმობა რო იყოს ერთმანეთის აზრის პატივისცემა, იმიტომ რომ ხედვის რაკურსი ადამიანებს სხვადასხვანაირი აქვს და დაუშვათ შეიძლება ერთი რაკურსით ვერ ვიყურებით, მაგრამ რაღაცა აი უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა ეს ყველაფერი და არა ლანძღოგინებას, იმიტომ რომ ვინც მე ჯვარი წერია არავის არ გაულანძღევარ, მაგრამ ხო, მაგრამ არც მივიყვან იქამდე. ხო, აი მეც არ მიმყავს იქამდე საქმე. რატო რისთვის? იმიტომ რომ მეგობრები ზოგი ასია, ზოგი დადის მიტინგებზე, ზოგი არ დადის, ჩემთვის არიან ერთნაირად ძვირფასები. და რჩებით ეუბნები, აი ხა შედაც საუბრობ ძალიან ამაზე და აღნიშნოს ეს კონფლიქტური სიტუაცია, იმიტომ რომ მე ვერ დავიჯერებ. ელემენტარული კულტურის იმაში, ვინც იქ არ მივიდა, ვინც იქ არ დადგა, რა, ის არის ქვეყნის მოღალატე და მას საქართველოს არ უყვარს, ხო? ხო, აი ამ კალაპოტში არ შეიძლება ჩააგდო ადამიანის ნაწილი, ხო? ორფერში არ უნდა შეღებო ადამიანი და ცხოვრება. ეს მე მაინც გაუნათებლობის და ცოტა დაბალი ინტელექტი ღმერთო მაპატიე თუ ვწდები ამასაც უშევცხადია, იმიტომ რომ არ შეიძლება არ მოაზროვნე ადამიანი ფიქრობს, რომ აი მე ვარ ბოლო ინსტანცია ჭეშმარიტების ღმერთმა დამიხაროს. აზროვნება ამას ვერ იგულებს, მე ვცდილობ რომ გავიგო, მაგრამ ყველას თავისი და მე პატივს ვცემ მის პოზიციას, მაგრამ აი რაღაც არგუმენტი მჭირდება, რომ ის გამართლება უნდა კონდეს შენს აქციელს, როცა ადამიანი ხარ. აი თქვენს Facebook გვერდზე ახლა ხან ნაპოვნი ბატონ ჯემალინჯიას 2020 წლის აპრილში დაწერილი მშვენიერი ლექსი ჩემთვის გახდა ჭაბურღილი რამდენიმე შეკითხვისა და ესეც აქვს, იცით, ესეც აქვს იგივე სოციალურ ქსელს, რომ უზღვავი ინფორმაცია და ხე ინფორმაციიდან მე ჩემთვის საინტერესო და სასიამოვნოს ვარჩევ. ნახეთ, მივყვებით ამ ნიმდევრობით ლექსში, რომელიც ავტორს ფოტომ შეახსენა თქვენმა უთბილესმა ფოტომ და უმალ თქვენსკენ აფრინა ეს ფოტო. პირველ ყოვლისა ჩანს უთბილესი მიმართება თანამოკალმესთან და ისეთი სასიამოვნო იყო ეს. ამ ურთიერთობამ არც მეტი, არც ნაკლები ცისფერ ყანწელთა ძმობა გამახსენა, იცით რაღაც. და ისეთი სასიამოვნო იყო, აი თითქოს ინტონაცია, მუსიკაც კი მათეულია და აი დავიმოწმებ. იქ მოგვიახლა თაიგული ხელებ გაშლილი, როგორი მეტაფორაა ჯერ. თექთუმანიძე, მიქაია მიქაბერიძე გაბედნიერებს ეს დამოკიდებულება, ეს ურთიერთობა. ზემამული გვაქვს, ვამტკიცებდით ალბათ ექცნება, ყველა ჩვენგანის გულში ადგილს უნდა ჰპოვებდეს და ერთმანეთით აღტაცების ჰქონდა შეგრძნება. ამაყებს სხვათა შორის არც თუ უძლურ პოეტებს, იყო ხალისი სიხალასე, ლუდი რაგნარი, წამლის ძიება სატკივრისთვის ჩვენი ერისა. აი რამდენი პარალელი. იყო ბათუმის უცოცხალი, იყო ბაღნარი და ერთად ყოფნის სურვილივით მშვენიერიცა. შეიძლება ამით არ დათქმე ნორმალური ადამიანი. აი ამის თაობაზე თუ შეიძლება თანამედროვე პოეტთა ამქრის ურთიერთობებზე, თანამოაზრეობაზე, თანამოდარდეობაზე, რაც დღეს განსაკუთრებით სანატრელი და ძვირფასი გახდა, თუ ჩვენს სულკურთხეულ რეზო ინანიშვილს როდის წერდა, რომ მეჩვენება ქვეყნად სიყვარული კლებულობს 90-იანებში, როცა ეს უბედურება ნელ-ნელა იმ ცოცავ ოკუპაციასავით მოდიოდა და დღეს უკვე რა იქცა ხომ ხედავთ.
მე მაინც იმედი მაქვს რომ ჭეშმარიტ მწერლობაში ჭეშმარიტ პოეტებს შორის აი ეს არის რაც მე მომხიბლა ამ თქვენს ურთიერთობას ბევრი მეგობარი მყავს ეხლა თვითონ ბატონი ჯემალი არის აი დიდი პოეტია თავისუფლად შეიძლება ითქვას და არც თუ საკუთარ თავს რო გვიტოლებს ჩვენ არც თუ უძლურ პოეტებს რო თავისი როგორი ეს იმხელა თავდაბლობა ამ აი შემწყვა კიდეც რაღაცნაირად თქვენს გამო კი არა მის გამო ყველას ეხება ეს თავდაბლობა ყველას ნაცვლად თავდაბლობა რაღაცა და რა ბედნიერება რომ აი ესეთი ამხელა ადამიანი აი ესე თავს გაგიტოლებს და ეს მაღალთა თავდაბლობა როგორც კი ლექსების გამოფენაზე ვიყავით ბათუმში და სიქაური აი ისეთი სასიამოვნო იყო აი შევიგრძენი ეს სითბო ეს სიყვარული ეს ურთიერთობა მართლაც ის ფერყანწელები მე ასე წარმომიდგენია ის სულით ნათესაობა ადამიანებისა თან პოეზიასთან წიუნა მეგობარი და იცით რა მე ყველაზე მეტად მიყვარს უშურველი ადამიანები და როცა მათში ვხედავ აღტაცებას მეორე ადამიანის სიცოცხლით გახარების უნარი არის უმთავრესი აი ასეთი მეგობრები მყავს მე ნამდვილად ამ წრეში და ძალიან მიხარია აი ეს იყო ძალიან თუნდაც მიქაია და მიკაბერიძე მაიკო მიქაია და ლია მიკაბერიძე ორი საოცრად კარგი პოეტი და საოცრად კარგი ადამიანი კი ბატონო და აი იქვე ვკითხულობ ზღვისკენ დაეგო თქვაფენილი გავჩერდი ზღვასთან სიოს მოქონდა ყვავილების ფიცხის სურნელი ისახია ცირე ხანს დარჩით ასე წყნართან ასე რიგნასთან ზღვა ისვენებდა ჩვენს მუზაზე მიწყი მზრუნველი ლუდს ვამდით მე და ალექსანდრე ელერდაშვილი აი ამ სახელსაც ვერ ჩაუარებ ჭყალებში გულგრილად ალექსანდრე ელერდაშვილი უჩუმრად რუდუნებით მოღვაწე მამულიშვილი დიდებული ლინგვისტი ლექსიკოგრაფი მოლოდნად რომ გამოგვეცალა იავაც ახსენებელი კოვიდის ჟამს უცებ მოვიკითხე და აღარ არის უცებ მისი ცხოვრების ამოდგბილესი ეპიზოდიდან სულ მალე იმავე წელს მოხდა ეს თუ არ ვცდები გავიხსენოთ ბატონი ალექსანდრეთ შეიძლება ეს იყო უნიჭიერესი ადამიანი უნიჭიერესი კაცი მას ჯერ თვითონ ჰქონდა თარგმნილი ფირდოუსი ჰქონდა ჯალალედინ რუმი ომარ ხაიამი რამდენადაც ვიცი შექსპირის სონეტებიც აქვს ნათარგმნი ძალიან ბევრი პოეტი ყავდა თვითონ ნათარგმნი და ჩვენ ერთხელ ერთად ვიყავით თელავში წასული ღონისძიებას და მახსოვს ვეფხისტყაოსანზე ისაუბრა გზაში ეს ისეთი საინტერესო საუბარი იყო რომ აი არ ვიცი რა ცხოვრების გაკვეთილად დამჭა ბოლომდე მან შექმნა ხო წეშერის ერთი წიგნი გამოსცა ერთი კი არა ბევრი გამოსცა მაგრამ რომელშიც ჩემი ლექსიც არის შეტანილი ეს იყო შეყვარებულთა სამაგიდო წიგნი კი ხო და რა ვიცი ძალიან ხო თარგმნელთა ის შექმნა ჯგუფი და ხო ცოტა ხანი ვიყავი მე სამ ჯგუფში მე და ძალიან ბევრი რაღაცა თარგმნეს აი ჩვენმა კარგმა პოეტმა კამებმა და წიგნიც გამოვიდა აი თურქი მწერლები თარგმნეს პოეტები თარგმნეს და წიგნიც გამოვიდა მე ნეტარება მისო ნამდვილად ეს იყო ძალიან და აი ბოლოს ყოველი მამულიშვილის უმთავრესი მისია ბატონი ჯემალის იმავე ლექსიდან წამლის ძიება სადკივრისთვის ჩვენი ერისა რაც ხოთეშორის თქვენი ყოველი ლექსის ლაიტმოტივიც ფიქრობ დიდი ტკივილის მიზეზიც და პუბლიცისტურობის განმაპირობებელის ჭყალებში პუბლიცისტურობის არახა პრობლემაა მთავარი ხერხემალი ხომ პუბლიცისტიკის და როცა ეს პრობლემა არის ლექსში საზრუნავი ავტორისა და ასე ფაქიზი გზით მიყავს ადამიანის გონებამდე ემოციის გზით უმოკლესი გზით ამ ძიებამ ხომ არ დაგაწერინათ მე ასეთი განცდა გამიჩნდა შემდეგი სტრიქონები და არაერთი ვინაიდან რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა ცხოვრება უნდა ექცეს ერთ დიდ ფსალმუნად და ან მარტო ჯვარი რა ბედენა თუ მოყვასისთვის ყოველდღიურად არ გაეკრები ადამიანის დანიშნულება არის ეგ მაქვს მე მაგ ლექსში რომ ადამიანად როცა იბადები და მოდიხარ დედამიწაზე გარიშენი დანიშნულება რომ გიყვარდეს გვერდით მდგომი ადამიანი და მეორე ადამიანი აუცილებლად და სხვანაირად ვერი ადამიანი აი ეს არის ჩემთვის ძალიან ძირფასი სწორედ ამ კი ბატონო პოეზიისთვისაც როგორ არა ლამაზი სიტყვების არ უყვარს მე როცა ესეც არის ჩადებული უკვე რაღაცა
აი ფოლადი ჟღერადობა ხოხმაზე რო იტყვიან. ანალოგიური აქ ჩდება. არ შემიძლია არ კითხოთ, ჩამოვარდნეთ, ჯერ თავისთავად ქართველად დაბადების პასუხისმგებლობა და ბედნიერებაც. თანაც უიშვიათესი გენეტიკური კოქტეილი, როგორც იტყვიან, ერთის მხრივ აკაკი წერეთლის პირდაპირ შთამომავალი ბრძანდებით. შურიანი რომ იყო შემშვიდებოდა, მაგრამ ახლა შემოგნატრით უბრალოდ. და ამასთან ლეგ თურმანიძე, პატრონი ხევისა, დუშეთისა და მთიულეთისა და რაც უმთავრესია, კოლხინედეას მიწაწყლიდანაც მოდის თურმე თქვენი ფესვები. აი რაღაცა საოცარი რაგანცდა და რა პასუხისმგებლობა. ძალიან დიდი. ახლა მე დავიწყებ წერეთლებიდან. დიდი ბებია მყავდა მე მარიამ წერეთელი, რომელსაც ჰქონდა აკაკი წერეთლის ფოტოგრაფიული სურათები. ბავშვი ვიყავი სამწუხაროდ და მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და არ დავინტერესებულა, რომელიც ხელს არ გვაკიდებინებდა ამ ფოტოებზე. მე და ჩემს დეიდაშოს თქვენ რა ღირსი ხართ ამ დიდი ადამიანის იმას ხელი მომოკიდოთო და მე დეიდასგან ვიცი რომ ენათ ესაებოდა ჩემს დიდ ბებიას, ასე რომ მე მისი უშუალო შთამომავალი არა ვარ, მაგრამ აი რაღაცა ნათესაო ხო ახლა და მე რეჟისორი აი გოგოლა კალანდაძის და ხო და მარინა მეუბნებოდა რომ წერეთლების სისხლი როგაქ, იმიტომ ხარ პოეტი. აი ასე ხო თანამოწმე მედიცინოდი ხო ჩემი წინაპრები მთიდან ხევიდან არიან წამოსულები და მე იქ ჩავდივარ საოცრება და ბავშვობა კიდევ სამეგრელოში მაქვს გატარებული, იმიტომ რომ დედა მეგრელი იყო და ბებია მამის დედაც მეგრელი იყო და ეს არის ჩემი ეკუთხერი, ჩემი ინსპირაციის ყველაზე დიდი წყარო, იმიტომ რომ საოცრება, იცით, ჯერ მარტო აი სამეგრელოში შეხამება, როგორ სევდიანად ღამდებოდა, მე სულ მეტირებოდა ხოლმე ბავშვები ვიყავი და ბებია მეკითხავდა რატო ტირი და მე არ ვიცოდი რატო ტირო და აი რაღაცა ისე სევდიანად რაღაცნაირად ჩადიოდა მზე, აი რაღაცა რომ საოცრად მასევდიანებდა და ისა მე დილაუთენია რო გაგვის ციცინათელები, ტრიფოლიეთის ხობები, ყველაფერი ხო აი ხო და მე არანორმალურად მიყვარს ეს კუთხე. ძალიან მიყვარს ეს ყველაფერი, რომ და მეკრული თემა ხშირად არის სხვა შორის ჩემს ლექსებში. მე ვცდილობ რომ აი მეკრული სიტყვები შემოვიტანო ხოლმე, რომ ეს ძალიან ბევრი ისეთი ლამაზი და რაღაც ძირცველი და ზოგადად დიალექტები ხო ამდიდრებენ ენას. ხო, დიალექტიც არ არის მეკრული და სვანური. არა, ეს ენა დამოყალღიერებულიც არის უკვე ენად, მაგრამ რა თქმა უნდა ქართველური და ქართული ენა ბუნებრივია ოღონდ დამოუკიდებელი. ეს ძალიან დიდი თემაა ესეც. და ისე მოხდა რომ ხშირად არიან ხოლმე იქაური ბავშვები და საყვედურობენ მეგრული როგორ არის იცით, დედა მყავდა გურული და ბუნებრივია. მე დედა რომ მეგრული მყავდა ვიცი, ამიტომ მეგრული დედა რამდენსმიშდა. იცით, ხა მაინც თბილისში ცხოვრობდი და ხა ზაფხულში რო ჩავდიოდი, ისეთი უცნაურად სხვანაირი ბებო მყავდა მეგრელი, ხო იცით, რომ პატარა სეპარატისტული ბევრს აქვს, მაგრამ ეს საოცარი ქალბატონი იყო. მეზობლის ქალი რომ ჭიშკრიდან მეგრულად ელაპარაკებოდა, ეს უხერხულობდა. ქართულად მელაპარაკე ჩემარძალმა არ იცის და უხერხულია. საოცარი შინაგანი ინტელექტი და რაღაცა ესე იყო. მე ჩემს დეიდაშვილებს მეც ხო თბილისში ვარ დაბადებული გაზრდილი. და ცოტა კი ვიცი, მაგრამ ისე რომ სწავლებია სპეციალურად. მე ჩემს დეიდაშვილებს ვეხვეწებოდი ხოლმე რომ ჩავდიოდი მელაპარაკეთ მეგრულად და ნუ ისეთი სასაცილო მეგრულად ლაპარაკობდი, ისინი ეხოცებოდნენ სიცილით, მაგრამ მე მაინც ჯერდათ ლაპარაკობდი. ცოტა მქონდა კომპლექსი რომ მეშლებოდა. არა, მე არ მქონდა მაგის კომპლექსი, ისინი დამცინოდნენ, მაგრამ არ დავეძებდი, ოღონდ ცოდნოდა და ოღონდ გამამასია და აი თქვენ ლაშა გახარია იცით უცოდ მეგობარი იყო ჩემს წინაკურსზე სწავლობდა და მე რახკომში ერთად ვიყავი და როგორ საყვედურობდა შეუსინდისო მე მეგრულად უკეთესი ლექსები მაგოდა ვერასოდეს ვერ წაიკითხაო და გასწავლიო მაგრამ რა ლაშას იმდენად რთული მეგრული აქვს ეს ლექსები რომ ბევრი რაღაცა მეც არ მესმის ის ლაკადური მთის ძალიან ხდებოდა გული რომ აი ვერა და ძალიან რა ვიცი მეთქი რომ ლამაზია მაგრამ რაღაც ასული ვატარებელია მაინც ჩემთვის ახლა ხან სტამბოლიდან დაბრუნდით
ეს ყველაზე ისეთი თემა ბოლოსთვის შემოვინახე, სადაც სტამბოლის ქართული ენის ცენტრმა მიგიწვიათ არც მეტი არც ნაკლები ჯერ და ბედნიერება რომ არსებობს ასეთი ხომ? აი ამ ცენტრის შესახებ თუ იცით, აი ამ ცენტრს ხელმძღვანელობს ადგილობრივი ქართველი, ანუ თურქეთში დაბადებული და გაზრდილი თვითონ კი არა, ბატონი გოდერძი მახარაძე, ეშრეფ ილმაზი, რომელმაც იცით რომ 300 წლის წინ არიან მისი წინაპრები თურქეთში დასახლებულები და ეს ადამიანი ისეთი კარგი ქართულით საუბრობს, რომ უკეთესი არ შეიძლება და მე რომ ჩავედი, დამხვდა მისი მეუღლე აეროპორტში, ეკა სურამელი ამ სახელით და გვარით არის. ეს ქალი, რომელმაც დამაბინავა და რომელმაც მომხედა და აი ბატონი გოდერძის გაცნობა იყო ჩემთვის დიდი ბედნიერება. ჯერ ისეთი ხო 27-ში ჩავედი და 28-ში ხონდა ღონისძიება დანიშნული აპრილში. და რომ მივედი დამახვედრე საოცარი სიურპრიზი მათ ბატონ ეშრეფს ნათარგმნი ქონდა ეთიოსური დამახვედრა და წუხელ გამომიგზავნა გადათარგმნა ზევახ სიცოცხლეო ჩემო თურქულად ასე რომ ახლა ჩემი ლექსები არის ბევრ ენაზეა დათარგმნი და თურქულად არ იყო არც ერთი და აი უკვე ორი ლექსია და ისეთი მადლიერი ვარ ახლა თვითონ საღამოზე მოვიდნენ სიცოცხლეა ლექსისა საღამოზე მე მაინც გვარები ამოვიწერე რომ არ დამვიწყებოდა ესე იგი რუსთაველის საზოგადოებას ხელმძღვანელობს სალომე ბარამიძე სეზენ გონენში აი ასეთი იქაური სახელი და გვარია სეზენ გონენში ულამაზესი ქართველი ქალი ულამაზესი სასწაული მაგრამ სამწუხაროდ ქართულად მაინც ვერ ხო მეგობრობის კულტურის ასოციაციიდან გიორგი დიასამიძე მუსტაფა იელკენჩი აი ესეთი ეს ქართულად მესაუბრა და მშვენიერი კარგი ქართულით მესაუბრა თვითონ სახამო გადაიღო ჯუნიეთ ვაჟა ქესკინი აი ახალგაზრდა კაცი იყო ამასაც ესმის ქართული მაგრამ ბოლომდე მაგრამ სწავლობს ძალიან უნდა და ვაჟა დაარქვეს ვაჟა-ფშაველას სიყვარულის გამო ფანატიკურად უყვარს ვაჟა-ფშაველა და ისე უყვარს ის რომ თვითონ ქართველია და ქართული გენეტიკის მატარებელია რომ და აი მე ვფიქრობ შემდეგ ჩასვლაზე ალბათ უკვე ეცოდინება და სხვა შორის და ეს რო კონსული ზაზა მეგრელიშვილი რომელიც აი თელი საღამო იყო ჩვენთან ერთად და მადლობელი ვარ მე ამისი და ჩვენი ემიგრანტები ჩვენი ხო ის მინდოდა მეკითხე ემიგრანტებთანაც ქონდათ შეხვედრა და ძალიან ემოციური ძალიან მე მთელი აი სუცრემს ვიწმენდი რომ ვიჯექი და გამცხენოდა ამ ადამიანებს იმიტომ რომ თითოეული თავისი ბიოგრაფიით რომ რაღაცა გულიწის ბავშვი დატოვა საქართველოს ცხოვრების გამო არავინ მიდის ხო და რომ მე ისე მტკივა ოქურია როცა მეუბნებიან რომ დედები არ ტოვებენ შვილებს მან ხო არ იცისო მე რა ხელა გაჭირება მქონდა ჩემი და ჩემი შვილის გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ წამოსვლაში იყო და არ შეიძლება ამის გულგრივად მოსვლა აი თელი საღამო ვიჯექი და მომდიოდა დიდი ტრაგედია თვითონ ის ხელა სიყვარული აი მარინა ხუჭოა აი თვითონ პოეტი ქალი არაჩვეულებრივ ლექსებს წერს რა ხელა სითბო და სიყვარული გამომატანა იქიდან ნუ რა ვიცი და ესე სულ მოვიდნენ და არ ვიცი თითოეულს ვეხუტებოდი და რა თქმა უნდა გულში ვიკრავდი და თვითონაც უზარმაზარი სითბო მომცეს უზარმაზარი მაინც ახლოა და ამერიკაში და მაინც მინდა რომ ამაზე არ შემიძლია არ თქვა ეს ერთი ოსური ძალიან დიდი ემოცია იყო ჩემთვის ბევრი გაგებით ეს ის ლექსია არასდროს რომ არ დაგავიწყდება თუ თავად ბრძანებ ლექსი კი არა ცხოვრებაო მართლაც ასეა მე თუ მკითხავთ არც მეტი არც ნაკლები ერთ ლექსში ჩატეული შექსპირული დრამა კალმის საოცარი მონაზით მეტყველი დეტალებით შთამბეჭდავად დახატული პერსონაჟები დედაბებია ბავშვები ესე იგი პირდაპირ სიტყვით დახატული პერსონაჟები დიდი ადამიანური ემოციებით მამა ქალიშვილის არაფრის მსგავსი სიმართლე მამიკოს გოგო ვარ და ისე შემძრამ ყველაფერმა იცით აი ეს საოცრება რა ფილოსოფიური დრამა შეიძლება ითქვას უკიდეგანო სიყვარული პატარა გოგონასი და დიდ ბუნება ნება საოცარი ხო ლამასევდიანი ამბავი ლამაზი და სევდიანიც თარგმნელმა თავად შეარჩია როგორც ხვდები კი თავად შეარჩია და თვითონ თარგმნა
ესე იგი არ არის მარტო ქართველისთვის. შეფნა თვითონ თარგმნა ეს და სხვათა შორის მე არავისთვის აი არის გადათარგმნილი იტალიურად არის, ფრანგულად არის, გერმანულად არის, ინგლისურად ხო რამდენიმე თარგმნელზაა გადათარგმნილი. სომხურად არის. მე არავისთვის არ მithხოვ. თქვენ არა თვითონ აკეთებენ ამ არჩევანს. თუ გასაგებია ძალიან მნიშვნელოვანია ეს რაღაცა. და ბოლოს უმშვენიერესი დამემართოს. ნეტა სიყვარული დამემართოს, ისევ ამირიოს გზასავალი რა. მიყვარს მოვახსენოთ სასამყაროს, ოღონდ სიბერის არ მემართოს, ოღონდ სახადინით დამემართოს. ნეტა სიყვარული დამემართოს, ისევ ამირიოს გზასავალი. არ მომბეჭდება მის გამეორება. ჩანს ეს სტრაფა მარადიული ადამიანის ისეთ რა წლებს ვერ გრძნობ. გული მართლა არ ვერდება, ხო? სრულიად ახალგაზრდა მგონია თავის სპარტეში ჩავიყიდა. ვართ კიდეც ახალგაზრდები ვართ. თავი როგორ გრძნობ თავს, როგორ გრძნობ თავს, თავი ეს არის ძალიან ლამაზი. ჩემზე ასევე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენს მიერ ერთ-ერთ შეხვედრაზე წაკითხულმა ლექსმა, სადაც პოეტი მამაკაცის შეყვარების საფრთხეებსა და რისკებზე ნახევრად ირონიულად საუბრობ. არ შეიყვაროთ პოეტები და ბოლოს მაინც აი ისევ ჟურნალისტური ხერხი თუ მეთოდი, მოულოდნელობის ეფექტი, ესე წმინდა წყლის ჟურნალისტური ხერხი დიდოსტატურად ჩართული პოეტურ ქმნილებაში გამოიყენეთ და გაამხილეთ, რომ პოეტ მამაკაცთან გატარებული რამდენიმე წელი მთელს სხვა ცხოვრებას გადაწონის. აი რაღაც წრიული კომპოზიციით ეს უცებ იყო ისეთი კარგი ეფექტი, מחვილი რაღაც გაკეთებული. დიახ. ბევრი გამოხმაურება ქონდა, სხვა ძალიან ბევრმა დაწერა, მე მაგ თემაზე. თვითონ დარბაზში რა ხდებოდა? ხო, და მე პოეტი ბიჭები, კაცები მირეკავდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ვერ გადაგვირჩევია, რას გვიკეთებ, ხუმრობით რას გვიკეთებ, ამას როგორ მოვჭერი თავი, ეს რაკენი, ახლა აღარავის შეგვიყვარებს. არა, ბოლოს ხო, საოცრებაა, ეს აპრობა ესე ბრენდე ეს არის ხო, ერო რაღაცა განხილვის რა თქმა უნდა იუმორში. რატო ძალიან წამაღლეთ რომ მაინც ისჯობია სხვას, იმიტომ რომ ხაერთი საინტერესო დღეჯობია ბევრ წელს. და აი პირუკურო ვთქვათ, ხალი რომელიც წერს, მე მაგ ერთ ლექსში, ხალი რომელიც წერს მტრის ოჯახში, თქვა, ეხაც ხუმრობ ცხადია, მაგრამ აი როგორი ასეთანი უნდა იყოს ოჯახური იდილის კონტექსტში, ხალი რომელიც წერს. და კიდევ მართლა ძნელია იყო პოეტი და იყო ხალი უფრო საქართველოში. ორი კითხვა ერთად გამომივიდა. ფრთებია ეს თუ ზოგჯერ ბორკილიც? მაინც ფრთებია, მე ვფიქრობ ბორკილი არა. არა, პირიქით. ასიც ველოდი. ფრთებია რა თქმა უნდა და მე ვფიქრობ რომ გააჩნია ოჯახსაც გააჩნია თუ შეირგებს დიდი ბედნიერება და თუ საშინელებაა როცა ორი ხელოვანი დაუშვათ ორი პოეტი არა ქცობის და ქმრის. ეს არის კატასტროფა. ჩემი აზრით არ ვიცი რა შეიძლება. ოჯახებში რა ხდება? არა, მე ვიცი რომ მაინც არის ხოლმე შიგნით ჩემი ლექსებში კონკურენცია. კონკურენცია არის მომაგარ თუ რაღაცა სხვადასხვა სფეროს მიუხვდებიერი მშვენიერი კარგი იდეალური ურთიერთობებია მაინც ინდივიდუალური მგონია გააჩნია არა სამშობლოში დაბრუნებულს უთუთ ერთი პირველთაგანი ჭირვეული ქალბატონი მუზა შემოგეგებათ ძალიან არ მინდა რომ დავასრულოთ, მაგრამ მივდივართ ბოლოს. სხვა არ გაქვს და მინდა რომ ძალიან ლამაზად დავასრულოთ თქვენი ახალი ლექსით, რომელიც როგორც მითხარით და ესე სასიამოვნოდ გამოუცეთ და გამახარეთ სიზმრიდან გამომყვაო. კი, საოცარი ის იყო რომ დაწერე ხმა მეუბნება სიზმარში კაცის ხმა მესმის დაწერე შენი ცხოვრება დაწერე გინდა ქვეთავებად დაწერე და გამეღვიძა აი ამ ხმამ გამაღვიძა და იმ წუთას ავიღე ტელეფონი და დავეწყე ჩაწერა და სულთა წერა დავარქვე ლექსს შენი ცხოვრება გადაწერე გაქვს საოცარი უკაცრავად შეგაწყვეტინე და მაგაზეც მინდოდა მე თქვა მაგრამ
სუფთა წერა, შენი ცხოვრება გადაწერე, გინდ ქვედავებად დაწერე, გინდ ერთ დიდ თავად ოღონდ შეცდომა არ დაუშვა, მითხრა სიზმარში ყველაზე დიდმა მასწავლებელმა, გამეღვიძა, დავიწყე მეხსიერებიდან გადმოწერა, ქვედავებად ვარჩიე, ჯერ ბავშვობა გადმოვწერე, ლამაზი იყო იქაურობა, მწვანე დღაღანებდა ყველაფერი და ამ სიმწონეს ყველაზე სუფთა გულუბრყვილობის ბეჭედი ესვა. მერე ახალგაზრდობაში შევაღწიე, ადამიანების ნდობა, სიყვარული და იმედგაცრუება გადმოვწერე. შევატყვე აქა-იქ შეცდომა გამპარვოდა. ვწერე და როცა დავასრულე ელდა მეცა, შემზარა შეცდომებმა, ვეცადე და საშლელმაც ვერაფერი ამოშალა. ბავშვობის მერე სუფთა წერა როგორ დამიწყებია. აი ეს არის სამორიდან დაბრუნების მერე დაწერილი ახალი ლექსი. უხმესი მადლობა სტუმრებისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, ამოუწურავია თემატიკა. მაგრამ იმდენი თემა წამოიჭრა, თითოზე თითო გადაცემა. რა თქმა უნდა, მაგრამ რავს ვიზავ. ჩვენ გვასწავლიდნენ ჟურნალისტიკაში წერტილის დასმის ხელოვნებას. მგონი ულამაზესი წერტილი დასვით ამ თქვენი სიზრიდან გამოყოლილი საოცარი ლექსით, როგორც ყოველთვის. როცა ქვეტექში ამხელა ფილოსოფია და ფსიქა შეიძლება გულგრილი დარჩეს მკითხველი. ჩვენი შეცდომებით ცხოვრობთ ადამიანები, ხან ცოდვებით, მარტო შეცდომებით და ხან ცოდვებით ხო, თავარია რომ ადამიანები შეეცადო გამოსწორება და ეშმაკი მეორეზე ანგელოზი და უნდა როგორღაც ამას შეუწყოთ. უწყობთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და იმედი მაქვს რომ ამით არ დავთმოთ ჩვენებთან. კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრა გვერის. მომავალ ხუთშაბათამდე გეშვიდობებით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო.